მოგეხსნათ თავთანდილ ექსეულიძე, გარდენია ექსეულიძის დამფუძნებელი. მოგეხსენებათ, რომ გვიახლოვდება ბზობის დღესასწაული. კოლხური ბზა საკმაოდ აქტუალურ თემას წარმოადგენს. ძალიან გულსადგენელი და სამწუხაროა ის ფაქტი, რომ კოლხური ბზა, რომელიც ჩვენი ენდემური მცენარეა, გადაშენების პირას არის. ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით უფრო მოთხოვნადია ეს მცენარე და ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანები ძალიან ცუდად ეპყრობიან ამ მცენარეს, ხდება მისი დაზიანება, გადაჭრა და შემდგომ ესე ვთქვათ გაყიდვა, რაც ძალიან ცუდ ფაქტს წარმოადგენს. დღეს ჩვენი საუბრის თემა იქნება კოლხური ბზა. მე ასევე მოგიყვებით ჩემს პატარა ისტორიასაც, ხშირად მიყვარს ხოლმე ამ ისტორიის გახსენება, ვინაიდან ჩვენი ესე ვთქვათ ნერგების ისტორია სწორედ კოლხური ბზით იწყება და რომ არა კოლხური ბზა შეიძლება არც განვითარებულიყო ეს საქმიანობა. ისტორიას რაც შეეხება, ჩვეულებრივად როგორც ყველა მორწმუნე 2019 წელს ტაძარში შევიძინე კალმის სახით მოჭრილი ბზა და ვიდეოებიდან ესე ვთქვათ სოციალურ ქსელიდან ვიცოდი, რომ კალმის საშუალებით შესაძლებელი იყო დაფესვიანება. მეც ესე ვთქვათ მომიდომე მისი დაფესვიანება თან მოდი კალმებიც ავჭრათ, თან ესე ვთქვათ პრაქტიკულად ვაჩვენებთ ადამიანებს თუ როგორ შეგვიძლია გავახაროთ კოლხური ბზა და ასევე ჩემს ისტორიასაც მოგიყვებით. ჩვეულებრივად მოჭრილი კალამი, ესეთი კალმები არის სწორედ რომელიც ტაძარში იყიდება. კალამს ესე ვთქვათ ვასუფთავებთ, ზედმეტი ესე ვთქვათ ტოტებისაგან, ზედმეტი ფოთლებისაგან, ვჭრით სერად. არის ხოლმე ხშირი შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა მებაღეები, ესე ვთქვათ, სხვადასხვა ამ სფეროში გამოცდილი ადამიანები გვირჩევენ, რომ გამოვიყენოთ სხვადასხვა დამაფესვიანებელი, სხვადასხვა სტიმულიზატორი, მაგრამ ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, არ ვიყენებ არც ერთ დამაფესვიანებელს, ვინაიდან როცა საქმე გულით კეთდება, ისედაც ადვილად და კარგად გამოდის. ჩვეულებრივად ესე მოჭრილი გამზადებულ კალამს ვათავსებთ ფხვიერ მიწაში, თუ არ გვაქვს ესე ვთქვათ შეძენილი მიწა ეს ტორფი პერლიტი, ჩვეულებრივ ფხვიერ ტყის მიწაშიც არის შესაძლებელი მისი დაფესვიანება. სავსე ესეთ პატარა ჭიქებში ან კონტეინერებში რამდენიმეს ერთად მოთავსებად შეიძლება, ესე ვათავსებთ და შემდგომ ესე დავტკეპნით, რომ ესე ვთქვათ იყოს კარგად მოთავსებული და დაახლოებით 3 თვეში უკვე მას ექნება ფესვი. ეს უკვე არის ახალი სიცოცხლე, ახალი ენერგი, რომლითაც ვახარებთ როგორც ჩვენს გულს, ჩვენს თავს, ასევე ხელს უწყობთ კოლხური ბზის პოპულარიზაციას. რაც შეეხება ჩემს ისტორიას, ეს ყველაფერი კი გავაკეთე თავიდან ასე, მაგრამ არ მქონდა ამხელა პრაქტიკა, არ მქონდა ამხელა გამოცდილება, შესაბამისად კალამი გახმა. მაგრამ როცა უკვე საქმე მიდგა კონტეინერის გაცვლაზე და კალმის გადაგდებაზე, შევნიშნე, რომ მქონდა პატარა ფესვები გამოტანილი. ინსპირაციის წყარო გახდა სწორედ ეს, რომ ყოფილა შესაძლებელი, ამიტომაც დავიწყე მისი გამრავლება. ჩვენ სანერგეში დღეს წარმოდგენილია 6-7 სხვადასხვა სახეობის ბზა, ეს არის მოყვავილებზები, ჯრელიბზები, დეკორატიული ბზები და ასე შემდგომ. ბზობის დღესასწაული, ესე ვთქვათ, ქრისტიანული სამყაროსთვის ძალიან ძვირფასი დღესასწაულია და მინდა მოვუწოდო ადამიანებს, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ კოლხური ბზის გადარჩენაში, ჩვენი წვლილი შევიტანოთ და თითო ძირი, თითო ნერგი მაინც დავდგოთ თითოეულმა ადამიანებმა. ძალიან კარგი იქნება იმ კონტეინერით შეძენილი ბზა ვაკურთხებიოთ ტაძარში ბზობის დღესასწაულზე და შემდგომ ეს ბზა შეგვიძლია გქონდეს როგორც კონტეინერში, როგორც ასე ვთქვათ აივანზე, ან პირდაპირ ჩვენს ეზოში დავდგათ. ასევე ხშირი არის ხოლმე შემთხვევები, როცა ამბობენ, რომ კოლხური ბზა იზრდება ძალიან ნელა, მაგრამ სწორი მოვლის პირობებში კოლხური ბზა იზრდება საკმაოდ კარგად. ეს ხა ჩვენ რასაც ვხედავთ, ნედლი ახალი ნაზარდი რაც არის მთლიანად წლევანდელი ნაზარდი. ამიტომაც მითი იმისა, რომ კოლხური ბზა ძალიან ნელა იზრდება, ჩემი პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე, თლაც სიმართლეს არ შეესაბამება. მოგილოცავთ ზღობის ბრწყინვალე დღესასწაულს, გისურვებთ ცხოვრობთ მშვიდობიან და გამთლიანებულ საქართველოში.